მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ჩავწერთ ვიდეოს ფსიქოლოგიის შესახებ და შევახსენებ საკუთარ ლეილა, გთხოვთ რომ გადახვიდეთ ჩემს YouTube-ს და დააკომენტაროთ და ლაიქოთ დააფიქსოთ თქვენი აზრი. და გამიწეროთ არხი, რაც მთავარია. მოკლედ, დღეს მინდა ვისაუბრო სტოკჰოლმის სინდრომის შემდეგ ძალადობაზე. ვიცი რომ იცით და ყველამ თითქოს ვიცით, მაგრამ ადამიანები ესეთები ვართ, გვავიწყდება ხოლმე რაღაცები, ამიტომ ხელახლა წერ ხოლმე ამაზე ვიდეოებს. მოკლედ, რა ძალადობის ტიპები არსებობს. მე პირადად მარტო მე არა, ზოგადადაც გამოიყოფა 5 ძალადობის ტიპი, თუმცა ეს 5 ძალადობის ტიპი თავის მხრივ კიდე შეიძლება დავყოთ ესე ტიპებად, ასე ვთქვათ, კიდე მივაკუთვნოთ და გავშალოთ ეს ყველაფერი, მაგრამ ძალიან დიდი ვიდეო რო არ გამოვიდეს, მოდით აი ეს 5 დავასახელოთ, ხო? მაშ პირველი და ძალიან კვლევების თანახმადაც ძალიან ხშირად გვხვდება, ეს არის ფსიქოლოგიური ძალადობა, როდესაც ეს არის ძალადობის ტიპი, როდესაც გამცირებენ ეს არის ძალადობის ტიპი, როდესაც თქვენს ბრჭყალებში გრძნობებზე თამაშობენ, ეს არის ძალადობის ტიპი, როდესაც მორალურად ცდილობენ თქვენ გამოყენებას და შეიძლება ისე მოგექცნენ, რომ დამნაშავედ იგრძნოთ თავი და რა თქმა უნდა ძალიან ბევრი შეიძლება ვილაპარაკოთ ამაზე, ანუ თუ თავს ძალიან ცუდად გრძნობთ და გგონიათ რომ ვერ გამოხატავთ აზრს იმ ადამიანების მიმართ, ვინც მანიპულირებს თქვენზე, მანიპულაციაც ხო ძალადობა არის, ასე რომ ეს შეიძლება მივაკუთვნოთ ფსიქოლოგიურ ძალადობას. შემდეგი არის ფიზიკური ძალადობა, როდესაც არ მოგწონს და ამ დროს გვეხებიან და ეს პარალელურად შეიძლება სექსუალურ ძალადობასაც მივაკუთვნოთ, მაგრამ ამის მერე ვიტყვი სექსუალურ ძალადობაზე, მანამდე კი ფიზიკური ძალადობა არის, როდესაც გვცემენ, გვირტყავენ და ფიზიკურად გვეხებიან, ხოლო სექსუალური ძალადობა არის, როდესაც არ გვეხებიან ინტიმურ ადგილებზე და არ გვინდა და ამიტომ პრინციპში შეიძლება ვერც კი უცებ ვერც მიხვდეთ, ვერც გაიაზროთ იმ მომენტში, რომ შეიძლება სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყოთ, მაგრამ მერე მოდის ხოლმე თავიდან ზოგი თავიდან ხდება, ზოგს მერე მოდის ხოლმე აზრად, რომ აი თუ რომ ყოფილა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. ხო, ეს არის მომენტი, როდესაც მარტო ინტიმურ ადგილას კი არა, გვეხება ის ადამიანი, ვინც არ გვინდა რომ შეგვეხოს და ზოგადად გვეხებიან საერთოდ, ხო? მოკლედ და ყველაზე ესეთი მწვავე შედიან თქვენი სურვილის წინააღმდეგ თქვენთან სექსუალურ ურთიერთობაში. მაშ რა დაგვრჩა? კიბერძალადობა არის, როდესაც თქვენს ინფორმაციას თქვენ და დაუკითხავთ ავრცელებენ, ეს იქნება ფოტო, ვიდეო თუ ზოგადად წერილობითი ან ვერბალური ინფორმაციის გაჟღერება თქვენ შესახებ, ისე რომ თქვენ არ ფლობთ ამაზე ინფორმაციას და არც მიგიციათ ამის თანხმობა, შეიძლება გააზიარონ ინტერნეტ სივრცეში და სხვათა შორის იცოდეთ, რომ ჭორაობაც არის მათ შორის ერთგვარი ძალადობა, იმიტომ რომ თუ კი მით უმეტეს ავრცელებთ სრულ ინფორმაციას ადამიანის შესახებ და ზოგადად არ ხვევთ მის კონფიდენციალურობას. შემდეგი, ეხლა ალბათ ეს ბევრს გაუკვირდება და შეიძლება არც ნამეთანხმოთ, სხვათა შორის არც გამიკვირდება, თუმცა იქნებიან ვიღაცები, ვინც ამას გაიაზრებს და ვინც მიხვდება თუ რას გულისხმობ. და ბოლო არის ფინანსური, ეკონომიკური ძალადობა, როდესაც თქვათ თქვენ არ ხართ შრომისუნარიანი და თქვენზე პასუხისმგებელი პირები არ აფინანსებენ თქვენს ბაზისურ მოთხოვნილებებს, როგორც არის ჭამა, ჩაცმა, საცხოვრებელი ადგილი და
ყველგარი ბაზისური მოთხოვნილება და მეორე ამბავი, როდესაც თქვათ გინდათ მუშაობა, მაგრამ არ გაძლევენ ამის უფლებას და თქვენ პრინციპში იძულებული ხართ, რომ არ იმუშაოთ, ხო? ესეც შეიძლება გავიყვანთ ეკონომიკურ ძალადობაში. ასევე მოკლედ კიდე რა შეიძლება ვთქვათ, პრინციპში ბევრი რაღაც შეიძლება ვთქვათ, უბრალოდ ახლა ექსპრომტად ასე ქუჩაში წერ ვიდეო შესაბამისად, რაც უცებ მომდის აზრად და რაცაც ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, ასე გამოვხატავ, მინდა რომ ჩავწერო ამაზე ვიდეო. მოკლედ დღესთვის სულ ეს არის, თუ რამე კითხვა გაგიჩნდებათ, ან თქვათ თქვენი აზრი, ან თქვათ გაგახსენდებათ ძალადობის რომელიმე ტიპი, შეგიძლიათ დააკომენტაროთ, ვიმსჯელოთ, ან თუ გინდათ რომელიმე ტიპზე უფრო ღრმად ვისაუბროთ, მე შემიძლია ჩავწერო ამაზე ვიდეო. მადლობა რომ მომისმინეთ, წარმატებებს გისურვებთ და აბა თქვენცით დაიცავით მუდამ საკუთარი თავი და რაც მთავარია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გქონდეთ ინფორმაცია, იმიტომ რომ ვინც იცის, ის უკვე შეიარაღებულია, ხო? და ყველაზე ხშირად რაც გვხვდება, ხოლმე ძირითადად ადამიანები ან თვალს ვერ უსწორებთ, ან კიდევ უბრალოდ არ ვიცით რაღაცა და ამიტომაც შეიძლება ვერ გავიაზროთ აი ამ მიზეზის გამო, უბრალოდ რომ ძალადობის ხარჯები ვართ. მოკლედ, მე ვფიქრობ, რომ ადამიანები ბედნიერებისთვის ვართ სამყაროზე მოვლენილი, ასე რომ ანუ ვიღაცისთვის აი ეს ძალადობის ქვეშ ყოფნა შეიძლება გაგიკვირდეთ და გადაიქცეთ კომფორტის ზონად. ამიტომ უნდა გამოვიდეთ ამ კომფორტის ზონიდან, რომ მივაღწიოთ რაიმეს, რომ გქონდეს წინსვლა და უკეთესი ცხოვრება. მოკლედ ამ ყველაფერზე შემდეგ ვილაპარაკოთ, ამ კომფორტის ზონაზეც და ასე შემდეგ. აბა თქვენცით და წარმატებები. და გახსოვდეთ, რომ თქვენ მარტო არ ხართ.